გითხოთ ენჯოებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი არის დაბარებული პროკურატურაში. საუბარია მათ შორის ერთ-ერთი საქმეების საბოტაჟის საქმე, თუმცა ენჯოების ამ ნაწილმა თქვა უარი პროკურატურაში მისვლას და მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე ითხოვენ გამოკითხვას. თქვენი აზრით რატო არიდებენ თავს საგამოძიებო უწყებაში თუნდაც ინფორმაციის მიწოდების მიმართულებას? ხო, თვითონ ფაქტს რაც შეეხება გამოძიება მიმდინარეობს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კითხვები არსებობს. სამწუხაროდ ჩვენ ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციები არ გვყავს. ეს უბრალოდ შეფუთულია ამ დასახელებით. ჩვეულებრივ პოლიტიკურ პროცესებში ჩართულები არიან, პოლიტიკურ პარტია არ ქვიათ, მაგრამ პოლიტიკურ საქმიანობას ეწევიან. თანხები, რომელიც შემოდიოდა ქვეყანაში ზუსტად მათი გავლით, ხმარდებოდა ქართულ პოლიტიკას, თანხები იხარჯებოდა ქართულ პოლიტიკაში, ტელევიზიებში, ხმარდებოდა საზოგადოების დაპირისპირებას, გახლეჩვის მცდელობას, პოლარიზაციის გაღრმავებას, ექსტრემიზმის დაფინანსებას, ეს რა თქმა უნდა ძალიან მძიმეა და ნებისმიერ ქვეყანაში ასეთ ფაქტებს ყოველთვის მოყვება რეაგირება. დაველოდოთ გამოძიებას, მე არ მინდა წინასწარ რაიმე მტკიცებულობით ფორმაში ვისაუბრო, თუმცა მინიშნებები რაზეც კეთდება და რასაც ვხედავთ ჩვენ ზოგადად, ეს ყველაფერი ძალიან მძიმეა. სხვათა შორის, როდესაც ჩვენ ამ ყველაფერზე ვსაუბრობდით, ძალიან ბევრი კილიკობდა, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი თვითონ თავადვე გამოვიდა და ყველაფერს თავის სახელი დაარქვა. პირდაპირ ისაუბრა იმაზე, თუ როგორ ხდებოდა სხვადასხვა ქვეყნებში და მათ შორის საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით, დაფინანსებით რევოლუციის მოწყობის მცდელობები და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობები. ამერიკასთან დაკავშირებით ყავლაშვილის ღია წერილი რომ შევაფასებთ, პრეზიდენტ ტრამპს გაუგზავნა მან ღია წერილი აბსოლუტურად ვეთანხმები ყველა სიტყვაში, ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დაწყება, იმიტომ რომ ის, რასაც წინა ადმინისტრაცია კადრულობდა, კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც ჩვენ ვიცით, ხო, ამერიკაზე სახელმწიფოა და მათი მხრიდან ხდებოდა არასწორი მესიჯების გავრცელება, რომელიც ძირითადად მოიცავდა სიცრუეს, დაფუძნებული იყო ტყუილზე, მუქარებზე. ჩვენ პრეზიდენტ ტრამპისგან, რა თქმა უნდა, ველოდებით ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დაწყებას, ამის იმედი გვაქვს, მზაობა გვაქვს, გვინდა პარტნიორობა, მეგობრობა, ეს ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, მაგრამ როგორც ბევრჯერ მithქვამს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ რა თქმა უნდა, მეგობრობას, პარტნიორობას და ეს მეგობრული ურთიერთობები უნდა იყოს ორმხრივი. პოლიტიკა კანდიდატი წარადგინეთ, გუშინ რა კრიტერიუმებით შეირჩნენ ეს ადამიანები და მოლოდინი როგორ იყო? რაც შეეხება გუშინდელ საკრებულოს სიას, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, პროფესიონალიზმი, საქმისოდნა, პატიოსნება, ეს არის ის მთავარი მიმართულებები, რითაც ხდება შერჩევა დედაქალაქის საკრებულოს წევრობის კანდიდატების, მინდა მათ წარმატებები უსურვო. მე დარწმუნებული ვარ ერთ რამეში, რომ რეალურად ქართული ოცნება და ჩვენი გუნდი არის ის ზალა, ვისაც შეუძლია ღირსეულად უპასუხოს იმ გამოწვევებს, იმ პრობლემებს, რომელიც დღეს გვაქვს თბილისში. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კარგი საქმე გაკეთდა, ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი გამახორციელებთ, ბევრი გამოწვევები არის და ამას ჭირდება შესაბამისი პასუხი. საგამოძიებო კომისიის სხამაზე უნდა გითხოთ, მუშაობა დაასრულა, დროებით საგამოძიებო კომისიამ დასკვნა იქნება ცოტა ხანში, რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ საზოგადოება მიცოდეს აი ეს დეტალები, რაზეც თუნდაც საუბრობდნენ გამოძიების ფარგლებში ეს ადამიანები, რომლებიც გამოკითხულები იყვნენ ზოგადად წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში. ხო, საგამოძიებო კომისიას რაც შეეხება, ჩვენ ნახეთ დამოკიდებულება ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის მხრიდან, იმ პოლიტიკოსების მხრიდან, რომლებიც გარედან იმართებიან და გარეთ დავალებებს ასრულებენ, პირდაპირ თქვა აგენტურას წარმოადგენენ. ძალიან მძიმეა, როდესაც ქვეყანაში ყავს პოლიტიკური პარტიები, ან თუნდაც პოლიტიკოსები, რომლებიც სხვა ქვეყნის დავალებებს ასრულებენ და მზად არიან ყველაფერი გააკეთონ, თუნდაც ქვეყნის წინააღმდეგ, ხალხის წინააღმდეგ, საერთოდ არანაირი ინტერესი არ აქვთ ქვეყანასთან დაკავშირებით
და ზოგადად ის კითხვები, რომელიც არსებობს საზოგადოებაში, ამას სჭირდება რა თქმა უნდა შესაბამისი პასუხები. გახარიასთან დაკავშირებით კითხავთ დაადასტურდა, თვითონ დაადასტურა, რომ მიიღო მანბინადრობის უფლება გერმანიაში თანარჩენებში ეს მონაწილეობის მიღება, როცა ამბობდა, რომ მე ჯერჯერობით არ მაქვს ეს მიღებული ეს ბინადრობის უფლება ვანო, როდესაც ეს ინფორმაცია გავსა და რატომ არის გაქცეული ორი ხო, არ ვიცი, ალბათ თავად უნდა დავუსვათ შეკითხვა. ცხადია, რომ გარკვეულ კითხვებს, რომელიც არსებობს შესაბამის უწყებებში და არსებობს საზოგადოებაში, გაურბის ამ კითხვებს. მე ვფიქრობ, რომ ეს არის მთავარი მიზეზი. შანსებს რაც შეეხება, რა შანსები აქვს გაქცეული პარტიის ლიდერს, ასე რომ ვთქვათ და დისტანციურად წინა საარჩევნო პროცესს როგორ წარმართავს, ეს კიდე ცალკე საკითხია. არჩევნებს რაც შეეხება, მე მინდა გულწრფელი ვიყო საზოგადოების წინაშე. ახლა რასაც ვიტყვი, ამის თქმის შესაძლებლობას მაძლევს და ზოგადად ზუგს მიმაგრებს ჩვენს მიერ გაკეთებული საქმეები, საზოგადოების და ხალხის უმრავლესობის დამოკიდებულება ჩვენს მიმართ იმ პოლიტიკაზე, რომელსაც ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს ახორციელებს ყველა მუნიციპალიტეტში, როგორც მერების, ასევე საკრებულოს დონეზე გაიმარჯვებს ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს. ბევრი მნიშვნელოვანი საქმე არის გაკეთებული, ბევრი პროექტი არის განხორციელებული ბოლო წლების განმავლობაში, ქალაქებში, სოფლებში, რაიონებში, თუმცა ჯერ კიდევ რჩება ბევრი გამოწვევა, ბევრი პრობლემა და ჩვენ რეალურად ვიცით თუ რა უნდა გაკეთდეს და რა პროექტები უნდა განხორციელდეს, რომ ღირსეული პასუხი გაეცეს აღმოჩენილ პრობლემებს. ეს ის დავასრულოთ გახარის ნაწილი სინანულშია, როგორც ჩანს მანდატებზე უარის თქმის გამო, რომ შეცდომა იყო. ეს განცხადება მისი ესეც რო შეგვიძლია. ხო, ისიც ერთის მხრივ რო შევხედოთ, აღიარებაც რა თქმა უნდა კარგია, ხო, როდესაც პოლიტიკოსი უშვებს შეცდომას და შემდეგ იაზრებს თუ რა შეცდომა დაუშვა და ამას აღიარებს, მე ამას მხოლოდ მივესალმებ. ეს მისასალმებელია. ჩვენ თუ შევხედავთ ჩვენი ოპოზიციის უმრავლესობას და უდიდეს ნაწილს, საერთოდ ვერ გარკვეულან რა ხდება, საერთოდ პოლიტიკის გაგებაში არ არიან, მე თუ მკითხავთ, მე დიდი ხანი არა ვარ პოლიტიკაში 2012-2011 წელს მივიღე გადაწყვეტილება შემოსულიყავი, თუმცა ამდენი ხნის განმავლობაში დიდი გამოცდილება დამიგროვდა და შემიძლია გარკვეული ანალიზიც გავაკეთო სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით. საერთოდ გაგებაში არ არიან, ისეთ შეცდომებს უშვებენ, რომ წარმოუდგენელია უბრალოდ და იმიტომ არიან იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც იმყოფებიან. მე ერთი რამ მინდა ვთქვა, ზოგადად ბოროტებას, სიძულვილს, აგრესიას, არანაირი მომავალი არ აქვს ამ ქვეყანაში, მით უმეტეს პოლიტიკაში და ისინი ყოველთვის დამარცხებული იქნებიან და განწირული იქნებიან მარცხნისთვის. პიტერ ფიშერმა ჩაწერა ილია უნისთვის მიმართვა, სადაც ამბობს, რომ ამ ხელისუფლების პირობებში საქართველოს არანაირი შანსი არ აქვს ევროკავშირში გაწევრიანების, რომ შევაფასოთ ეს მიზანი ამ დღეს ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ ჯერ კიდევ ქვეყნის შიგნით არსებობენ ისეთი ელჩები, როგორც თქვენ დაასახელეთ ახლა სახელი და გვარი. ასეთი ადამიანები ვერ უნდა ბედავდნენ და არ უნდა აძლევდეს ქვეყანა, რომ იყოს რომელიღაცა ქვეყნის წარმომადგენელი. უბრალოდ დამაზიანებელია პირველ რიგში იმ ქვეყნისთვის, რომელსაც წარმოადგენს. ჩვენ გერმანიასთან გვაქვს მეგობრული ურთიერთობა, პარტნიორული ურთიერთობა და როდესაც ხედავთ თავხედობას კონკრეტულად ამ შემთხვევაში ელჩის მხრიდან ეს ძალიან მძიმეა, შეურაცხმყოფელია და ცდება ყველანაირ დიპლომატიურ ჩარჩოებს. არის სამთავრობოთან დაკავშირებით კითხავს, რომ შეიძლება უკვე სპეცმაგრამები არ მოვედი, დააფარებები დაიწყეს უკვე მათი, რომ გითხრათ ამასთან დაკავშირებით, თავად ამბობენ, რომ პირობები შეიძინეს თავის თანამშრომლებისთვის და ასევე სხვადასხვა საშუალებები. ამის გამო ეს ადამიანები არ გამოიცხავენ იმასაც, რომ დაკავების სერიაც ვეღარ. მხოლოდ იმის გამო, რომ პირობები შეიძინეს ამ სხვა საშუალებები იმისთვის, რომ მაგალითად სამსაბენი გაზისგან, ჭავლისგან დაიწყოთ თავი, ამის გამო უნდა დავიხილოთ დაკავები. გაველოდოთ გამოძიებას, მე წინასწარ ვერაფერს ვერ ვიტყვი. კი, თქვენ შეიძლება გქონდეთ სურვილი, რომ შეიფუთოს ეს მხოლოდ პირბადეების შესახებ, მაგრამ არ გამოვა. სხვა რეალობის წინაშე აღმოჩნდებით და რეალურად სხვა რეალობა. გაველოდოთ გამოძიებას. ზოგადად მინდა გითხრათ, რომ
ქვეყანაში არეულობის მოწყობის მცდელობა, ექსტრემიზმის დაფინანსება, საზოგადოების გახლეჩვის, დაპირისპირების დაფინანსება, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მოდიოდა გარედან და მოდიოდა ზუსტად ამ ორგანიზაციების გავლით. არასამთავრობოებს ვერ უწოდებ მათ, იმიტომ ჩვეულებრივ პოლიტიკური ორგანიზაციები არის, უბრალოდ არასამთავრობოებით და NGO-ებით იკუთებოდა ეს ყველაფერი. ყველაფერი ხელის გულზე დევს, აგერ გამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და ყველაფერს დაარქვა თავისი სახე. თუ როგორ ხდებოდა წლების განმავლობაში სხვადასხვა ორგანიზაციების გამოყენებით, სხვადასხვა არასამთავრობოების გამოყენებით, მათ შორის საქართველოში ცდილობები, რომ მოხდარიყო სახელმწიფო გადატრიალება, რევოლუციები და ეს ყველაფერი გვახსოვს ჩვენ. დიდხანს წინ აყოფილი. პირბადებზეა საუბარი, სათვალებზეა. დაველოდოთ, ხა მე და თქვენ რო ვიმჟელოთ ხო არ გამოვივა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შეიძლება იყოს მცდელობა რომ შეიფუთოს პირბადეებით და რაც თქვით სათვალეებით, ხო? სათვალეებით, მაგრამ სხვა რამესთან გვაქვს საქმე და დაველოდოთ გამოწიებს. მინისტრი გველოდება გაშენებია. მინისტრი გველოდება. მინდა რომ გითხრათ, ერთი წამით რა მე მაქვს საკითხი. უვიზესთან დაკავშირებით გითხრათ ბატონო. გვიან მოხვედით. მინისტრი გველოდება. უვიზესთან დაკავშირებით გითხრათ ბატონო, კახა გუში კახა კალაძე ირაკლი კობახიძემ თქვა ესეთი რაღაცა რომ ჩვენ ვართ მზად იმისთვის რომ მოლაპარაკებები წარმოვიდგინოთ თუმცა თავად არ ეკეთებენ ამას და იმ კანონებზე ვერ გვეუბნებიან არგუმენტებს თუ რატომ უნდა მივიღოთ და თან ამბობენ იმასაც რომ საბჭოთა კავშირის პერიოდს ადარებენ იმას რომ ეს ევროპელი ბიუროკრატები არაევროპულად იქცევენ და ასე შემდეგ თან ამბობენ იმას რომ ესე იქ მოლაპარაკებებს ადარებენ მაგრამ ლანძღავთ პარალელურ რეჟიმში აი ამის ფონზე ჩვენ არავის არ ლანძღავთ არა ნახეთ ნუ აურევთ ჩვენ არავის არ ლანძღავთ და არავის არ ვესმით თავს ღმერთთან დაგვიფაროს როგორ შეიძლება რატო უნდა ლანძღოთ ჩვენ ვიცავთ საკუთარ ქვეყანას ვიცავთ საკუთარ ხალხს და საკუთარი ქვეყნის ინტერესებს როდესაც შენ გეუბნებიან რომ აი მაგალითად კანონ პროექტი რომელიც მიიღო საქართველოს პარლამენტმა და სრული უფლება აქვს ხალხის მიერ არჩეულმა პარლამენტმა მიიღო კანონი და უნდა მიიღოს კანონები აბა პარლამენტი რისთვის არის ხო ამაზე გამოდიან და გვეუბნებიან რომ ეს არის არაევროპული კანონი კარგი ჩვენ ვსვავთ მარტივ კითხვას გასაგებია თქვენ გვეუბნებით რომ ეს არის არაევროპული მარტივ კითხვასო რატომ არის არაევროპული გვაჩვენეთ კონკრეტული არგუმენტები შეიძლება ჩვენ ვცდებით ხო შეიძლება რაიმე შეცდომა დაუშვით გვაჩვენეთ კონკრეტული არგუმენტები დადეთ ვაჩვენეთ ეს ყველაფერი ვაჩვენოთ საზოგადოებას და თუ ამაში დაგვარწმუნებთ რომ ეს არის ანტიევროპული ეს არის ანტიდემოკრატიული გამჭვირვალობა ზოგადად როგორ შეიძლება იყოს ანტიდემოკრატიული ანტიევროპული მაგრამ დღემდე ვერაფერი ვერ წარმოადგენს იმიტომ რომ არ არსებობს არაფერი ხო რატო უნდა იყოს პრობლემა გამჭვირვალობა ერთადერთი პასუხი რაც გავქცა სალომე ზურაბიშვილის თანამშრომელი იყო, როდესაც ჩვენ ვამბობდით, ხო, რატო არის პრობლემური, პასუხი იყო იმიტომ. ხო და ეხლა მარტო ამ პასუხზე დაყნობით ხო არ შეიძლება რაიმე გადაწყვეტილებების მიღება. ხო, ჩვენ პრემიერ-მინისტრი გამოვიდა, არაერთხელ გააკეთა განცხადება, რომ გაგველაპარაკეთ, გითხარით, აგვიხსენით, გაგვიდეთ არგუმენტები, მაგრამ ჩვენ ხო კარგად ვიცით, რომ არ არსებობს არანაირი არგუმენტაცია. თქვენ თუ გადახედავთ ასოცირების ხელშეკრულებით რაც არის მოცემული ქვეყნისთვის გადასადმელი ნაბიჯები, ყველაფერი ზედმიწევნით სრულდება. მაგრამ როდესაც პოლიტიკური კომპონენტი შემოდის, მაშინვე იწყება სპეკულაციები, მაშინვე კეთდება განცხადებები, რომელიც სიცრუით არის გაჯერებული, ტყუილით არის გაჯერებული და არანაირი არგუმენტაცია. აი ეს არის დღევანდელი მოცემულობა და ხალხის უმრავლესობა ამ ყველაფერს ხედავს და უყურებს თუ რა ხდება და როგორი ორმაგი სტანდარტია. რეჟიმში რომ ლანძღავთ ხო იმის კომენტარი საბჭოთა კავშირის პერიოდს რომ ვატარებთ ამ ყველაფერს აი პრემიერ-მინისტრი ჩვენ კი არ ლანძღავთ ნახეთ ჩვენ რატო გვინდა ევროპული მომავალი და ევროპული გაერთიანება მაგასაც გეტყვით ნახეთ მოგიგენიათ რომ შევინარჩუნოთ აი ელოდებით თუ არა თქვენ რომ უბილო შეგვიწყდეს ამის ფონზე გაერთიანება რომელსაც ერქვა საბჭოთა კავშირი ჩვენ რატო გამოვედით იმიტომ რომ გვინდოდა ყოფილიყავით დამოუკიდებლები გვინდოდა ყოფილიყავით თავისუფლები ხო ამისთვის ხო იბრძოლა ჩვენმა წინათაობებმა სისხლი დაიღვარა იმაზე დიდი ბედნიერება რომ შენ ხარ დამოუკიდებელი სუვერენული თავისუფალი ამაზე დიდი ბედნიერება და მაგარი არ ვიცი არაფერი არ არსებობს ევროპული გაერთიანება როდესაც შეიქმნა რა თქმა უნდა საინტერესო და ამაზე უკეთესი მე ვფიქრობ არაფერი არ შექმნილა თავისი მსოფლმხედველობით ყველაფრით შინაარსობრივად რაზეც იყო დაფუძნებული
ძალიან მნიშვნელოვანი იყო და საინტერესო იყო იმით, რომ ყველა სახელმწიფო და ქვეყანა, რომელიც იყო გაერთიანებული, ყველას ჰქონდა თავისი კულტურა, თავისი ტრადიციები, თავისი ხედვა, სხვადასხვა ქვეყნების, ანუ მრავალფეროვნება იყო. დღეს გამოდიან და გვეუბნებიან, რომ აი, ჩემთვის რაც შეიძლება, შენთვის არ შეიძლება. არ არის სწორი ეს ორმაგი სტანდარტები და დამოკიდებულება ყველა ასპექტში, ყველა კომპონენტში, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შემოდის პოლიტიკური ნარატივი და მათთვის არ არის მისაღები ის, რომ დღეს ქართული ოცნება არის ხელისუფლებაში, იმიტომ რომ ეს არის პატრიოტი ხელისუფლება, არ ითვალისწინებს იმ სისულელეებს, რასაც უბრძანებენ, მეორე ფრონტი, იგივე რეზოლუციაში რაც შეიწერა, სანქციებზე მიერთება და ეს არის პრობლემა. და ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ვიცავთ საკუთარ თავს და ვიცავთ საკუთარ ქვეყანას, საკუთარ ხალხს. არ გვინდა ჩვენი ქვეყანა იყოს გამოყენებული სხვა დიდი ქვეყნის ინტერესებისთვის, ისევე როგორც სამწუხაროდ უკრაინა გამოიყენეს. მადლობა. ევროპას რომ ატარებს საფრთხე კავშირს ამაზე მოსაუბარი და ამის ფონზე მაინტერესებს ელოდებით თუ არა უვიზოს შეჩერებას. არ ვიცი, ვერ გეტყვით. ნუ იმდენი ვთქვათ სიცრუე და ცილისწამება იქნა გავრცელებული აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ვერაფერს ვერ გეტყვით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმ ევროპისგან, საიდანაც ჩვენ მივისწრაფვით და ჩვენი მოსახლეობის უდიდეს ნაწილს აქვს სურვილი, ხო, ევროპულ გაერთიანებაში, იმ ღირებულებებისგან დღევანდელი ევროპული ბიუროკრატია მთლიანად დაცლილია და სრული კატასტროფა არის. ეს არის დღევანდელი მოცემულობა სამწუხაროდ.